ჩვენს პლანეტას მაგნიტური ველი გარს ისე აკრავს, როგორც დიდი ზომის პალტო, რომელსაც კომფორტულად ვერ იცვამ. სწორედ ასეთი მახასიათებლების გამო დედამიწის ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსი გადაადგილდება და უახლოესი 10 წლის განმავლობაში ციმბირის სანაპიროსთან ახლოს მივა. საერთოდ დედამიწის მაგნიტური ველი საშიში რადიაციისგან და მზის იმ გეომაგნიტური აქტივობებისგან გვიცავს, რამაც შეიძლება თანამგზავრული კომუნიკაციები და ელექტროსისტემები დააზიანოს. ეს ველი მოძრაობს. არანაირი კონსპირაცია, მაგრამ ამ პროცესის გამომწვევი მაგნიტური ძალები რაღაც საიდუმლოთი იყო მოცული, თუმცა მეცნიერები ამ ამბის ამოხსნასთან კიდევ უფრო ახლოს მივიდნენ. გაერთიანებული სამეფოს ლიცის უნივერსიტეტისა და დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრებმა ანალიზი ჩაუტარეს 20 წლის განმავლობაში შეგროვებულ თანამგზავრულ მონაცემებს. შედეგად კი გაარკვიეს, რომ პოლუსის მოგზაურობის მიზეზი დიდი ალბათობით არის დედამიწის ბირთვის სიახლოვეს მიმდინარე მონოლითური შეჯიბრი, განსხვავებული მაგნიტური ძალის ორ წილს შორის. შეისწავლეს ევროპის კოსმოსური სააგენტოს მისია SWORM-ის მიერ 20 წლის განმავლობაში შეგროვებული გეომაგნიტური მონაცემები. პოლუსის გადაადგილების მიმართულება ზუსტად დაემთხვა ორ ანომალიას, სახელად უარყოფით მაგნიტურ დინებებს, რომელთაგან ერთი ნაკადის სიღრმეშია, მეორე კი ციმბირის ქვეშ. მართალია, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლუსებმა გადაადგილება ცოტა ხანს კიდევ გააგრძელოს, მაგრამ შეუძლებელია იმის განსაზღვრა, ზუსტად სად შეიძლება გაჩერდეს. რამდენხანს გაჩერდება იქ, ან როდის დაუბრუნდება ძველ ნიშნულს. ჩვენი პლანეტის სიახლოვე მიმდინარე პროცესების შესახებ ჯერ წარმოუდგენლად ბევრი რამ არ ვიცით. იმის გათვალისწინებით, რომ ვრცელი გეოლოგიური ჩანაწერები დედამიწის დამცავი მაგნიტური ველის მნიშვნელოვან რყევებზე მიუთითებს, აუცილებლად საჭიროა მის შესახებ რაც შეიძლება ბევრი რამ გავარკვიოთ. ზოგადად, დედამიწის მაგნიტური პოლუსების მოძრაობას მეცნიერები საუკუნეებია აგვირდებიან. ამ პოლუსების ისტორიული მოძრაობა მიუთითებს დედამიწის მაგნიტური ველის გლობალური გეომეტრიის ცვლილებაზე. ის ასევე შეიძლება მიუთითებდეს ველის შებრუნების დასაწყისზე, ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებს შორის ადგილების გასვლაზე. იმის მიუხედავად, რომ ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსის ოდნავ მოძრაობა დიდს არაფერს ნიშნავს, პოლუსების გადანაცვლებას დიდი გავლენა ექნება დედამიწის კლიმატსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე. თუმცა პოლუსებს შორის ადგილის გაცვლა უცბად არ მოხდება. ამას ათასობით წელიწადი სჭირდება. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში. ნახე ეს ვიდეო სრულად და უყურე ახალ რელიზებს. დაგვიჭირე მხარი.